პირველი კითხვა მინდა დაუსვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დეკანოს იოანე გორელიშვილს. Ამ შემთხვევაში როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს და აქვე მადლობა მინდა უთხრა მამა ანდრიას იმისთვის, რომ ის ძალიან დაგვეხმარა დღევანდელი გადაცემის დაგეგმვაში. რა გამოწვევებს ხედავთ ახალგაზრდებში რწმენის გაღვივების კუთხით? ამას ხელი შეუწყო ალბათ ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდმა, იმიტომ რომ მაშინ მიდიოდა სამღვდელოების აბუჩათაგდება, რაც მეხსიერებაში დღევანდელ უხუცეს თაობაში არის ის, რომ თქვა სასულიერო პირები არ იყვნენ გამორჩეული დადებითად. და ეს დამოკიდებულება დღესაც გრძელდება რა. ეს მეთოდები ფაქტურად იგივე არის. მავანი ცდილობენ, რომ ეკლესია იყოს შეურაცხყოფილი და დაჩრდილული და მას არ კონდეს რაღაცა დიდი ძალა. და სამწუხარო არის ის, რომ ხდება ხოლმე რეკლამირება შემდგომში, თუ რომელიმე სასულიერო პირს რაღაცა ეშლება, ვთქვათ, ამისი ინტერნეტში ძალიან მალე ხდება ამის გავრცელება და ამისი აბუჩათაგდება და ამაზე აპელირება. და არ ხდება ხოლმე იგივე დოზით არ ხდება ამის საპირწონეთ, ვთქვათ, იგივე სასულიერო პირის წარმატებებზე, სასიკეთო მხარეებზე ხაზის გასმა ხოლმე, რაც რა თქმა უნდა მერე იწევს ამ მდგომარეობას, რაც დღეს არის. მერე ის, რომ სკოლებში, ვთქვათ, სასულიერო პირები არ შედიოდნენ, არ ხდებოდა განათლება, რელიგიური განათლების მიღება არ ხდება სკოლებში. თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ ეხლა უკვე საპილოტე რეჟიმში არის ჩართული ღირებულებითი განათლება. დაახლოებით 30 სკოლაში სასულიერო პირები შევიდნენ და ხდება ღირებულებითი განათლების შეტანა, რაც ფაქტიურად უნივერსალურ ღირებულებებზე არის, მაგრამ ეს უნივერსალური ღირებულებებიც კი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტესგან მოდის, პირველად ქრისტე მიქადაგა და მისგან არის ეს სათავე, რომელზეც დღეს ცივილური სამყარო დგას. ამიტომაც ამ კუთხით ჩვენ ახალგაზრდებთან გვაქვს უკვე საშუალება, რომ სკოლებში ქონდეს ურთიერთობა და სხვადასხვა ინტერნეტ სივრცეც ჩვენც ვიყენებთ, რა თქმა უნდა. და ვფიქრობთ, რომ რეალობა სულ სხვანაირად იქნება ასახული. დღევანდელი თქვენი გადაცემაც ალბათ ნაწილობრივ ამას ემსახურება, რომ რეალური სახე გამოვაჩინოთ დღეს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა.